ოდესმე დაფიქრებულ ხართ რა იმალება ადამიანური ურთიერთობების კულისებში. აი დღეს ზუსტად ამას ვაპირებთ. ჩვენ ჩაუღრმავდებით რობერტ გრინის ძალიან საკამათო, მაგრამ ამავდროულად უზომოდ გავლენიან წიგნს ძალაუფლების 48 კანონს და აქედან 10 ყველაზე საინტერესო სტრატეგიას განვიხილავთ. იცით, ეს არაა რაღაც წესების მშრალი სია. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება რეალურ ცხოვრებაში, გუშინ, დღეს და ალბათ ხვალაც. აი მოусმინეთ ამას. ეს ციტატა ვფიქრობ იდეალურად ხსნის იმ უცნაურ პარადოქსულ ლოგიკას, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. ანუ გამოდის, რომ შენი თავისუფლება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჭირდები სხვებს. ცოტა არა იყოს არაკომფორტული მოსასმენია, ხომ? მაგრამ იცით, სწორედ ამიტომაა ეს აზრი ასეთი ძლიერი. კარგი, სანამ დავიწყეთ, ერთი რაღაც უნდა ვთქვათ აუცილებლად. ეს გარჩევა არ არის რაღაც ინსტრუქცია თუ როგორ გახდეთ სასტიკი მანიპულატორი. არა. პირიქით, შეხედეთ ამას როგორც თავდაცვის სახელმძღვანელოს, ხომ იცით? თამაში რომ არ წააგო, ჯერ მისი წესები უნდა იცოდე კარგად. აი ჩვენც ამ წესებს ვსწავლობთ. დავიწყოთ პირველი ნაწილით. ეს ყველაფერი ეხება იმას, რასაც თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ რაც ალბათ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ანუ აღქმებს. ეს ის კანონებია, რომლებიც გასწავლით, როგორ აკონტროლოთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. ეს მთლიანად აღქმების თამაშია. პირველი კანონი, რომელსაც ვეხებით, არის მე-11. და ის ფაქტობრივად ძალაუფლების საფუძველს გვიჩვენებს, როგორ გახდე შეუცვლელი. და აქ ლაპარაკი არა უბრალოდ სამსახურის შენარჩუნებაზე. არა, ბევრად ღრმა რამეა. როცა ხვდები, რომ სხვების წარმატება შენს კონკრეტულ, უნიკალურ უნარზეა დამოკიდებული, აი მაშინ ძალაუფლების სასწორი კვეთრად შენს მხარეს იხრება. აი ამ კანონის მთელი გენიალურობა სწორედ ამაშია. გრინი გვეუბნება, რომ თავარია ბალანსი. ანუ სხვებს უნდა ასწავლო იმდენი, რომ შენი დახმარება სულ ჭირდებოდეთ, მაგრამ არასდროს იმდენი, რომ შენი ჩანაცვლობა შეძლონ. ხვდებით? თქვენი ძალა იმ საიდუმლო ცოდნაშია, რომელსაც ბოლომდე არავის უმხელთ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ კანონზე. ეს გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი რამ, როგორიც პატიოსნება, ერთ-ერთი საუკეთესო სათნოება, ყველაზე ძლიერ იარაღად აქციო. ეს ფაქტობრივად ფსიქოლოგიური ტროას ცხენია. წარმოიდგინეთ, ერთი გულწრფელი საქციელი, რომელიც მოწინააღმდეგის დაცვის სისტემას შიგნიდან ანგრევს. ეს მექანიზმი ძალიან მარტივია, მაგრამ გენიალურია. აი ნახეთ. 1. სრულიად მოულოდნელი და გულწრფელი საქციელით. თქვენ ქმნით ერთგვარ ემოციურ შარავანდედს. ეს შარავანდედი კი ადამიანებს აბრმავებს და ისინი ვეღარ ამჩნევენ ათობით სხვა, შეიძლება არც ისეთ კეთილსინდისიერ ქმედებას. როგორც კი მათი ნდობას მოიპოვებთ, მათი დაცვის მექანიზმი ფაქტობრივად გამორთულია. და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მე-17 კანონთან. იცით, ადამიანის ტვინს ეზიზგება ქაოსი. ჩვენ ბუნებით ვეძებთ კანონზომიერებებს, ლოგიკას, ყველაფერს. ხო და როცა თქვენ მოულოდნელად, არაპროგნოზირებადად იქცევით, თქვენს მოწინააღმდეგეს უბრალოდ ართმევთ სტრატეგიის დაგეგმვის საშუალებას. ისინი მუდმივად თავდაცვით რეჟიმში არიან, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რას უნდა ელოდონ თქვენგან. კარგი, ესე იგი ვნახეთ, როგორ შეიძლება აღქმებით თამაში. ახლა კი მოდით გადავიდეთ უფრო პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, ანუ იმ კანონებზე, რომლებიც გვეხმარება ინფორმაციის შეგროვებასა და მიზნების მიღწევაში. ეს კანონი ერთ საკმაოდ ცივ, მაგრამ სამწუხაროდ მწარე სიმართლეს გვასწავლის. ადამიანებს ბევრად უფრო მეტად აღელვებს, რას მიიღებენ მომავალში, ვიდრე ის თუ რისთვის უნდა იყვნენ მადლიერები წარსულიდან. ანუ იმის შეხსენება, რომ ოდესღაც დაეხმარეთ, ძალიან სუსტი არგუმენტია. ბევრად უკეთ იმუშავებს, თუ კი ნათლად დაანახებთ, რას მოიგებენ ისინი პირადად, თუ ახლა დაგეხმარებიან. აი აქ იდეალურად ჩანს, როგორ უნდა გადათარგმნოს შენი სურვილები სხვის ენაზე. თქვათ დაფინანსება გინათ, ხო? თქვენს ოცნებაზე კი ნუ ილაპარაკებთ. არამედ ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ იშოვის ამით ფოლს ინვესტორი. ანუ როცა თქვენი მიზანი მათ პირად ინტერესს ემთხვევა, ისინი უბრალოდ დამხმარეები კი არ არიან. ისინი თქვენი ყველაზე მოტივირებული პარტნიორები ხდებიან. ძალაუფლების თამაში ინფორმაცია არის, თითქმის ყველაფერი. და ეს კანონი გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია ჩუმად, შეუმჩნევლად. იცით, საუკეთესო ინფორმაცია დაკითხვებით კი არ მოიპოვება, არამედ მეგობრული მსუბუქი საუბრებით. რატომ? იმიტომ რომ არაფორმალურ გარემოში ადამიანები დუნდებიან და ხშირად ისეთ რამეებს ამბობენ, რასაც სხვა სიტუაციაში პირზე არ დაადგებოდათ. და თან ისე რომ ვერც კი აცნობიერებენ, რომ საკუთარ საიდუმლოებებს ყვებიან. და ახლა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კანონი. სანამ რამეს გააკეთებ, ჯერ გაარკვიე, ვისთან გაქვს საქმე. გრინი ამბობს, რომ სამყარო სავსეა სხვადასხვა ტიპის ადამიანებით, მგლებით, ცხვრებით და რაც მთავარია გველებით. შეიძლება ცხვარს რამე აწყენინო და არაფერი მოხდეს, მაგრამ თუ შემთხვევით გველს დააბიჯე ფეხი, ის შეიძლება წლების განმავლობაში იცდიდეს შურის ძიების იდეალურ მომენტს. დამიჯერეთ, ერთი არასწორი ნაბიჯი არასწორ ადამიანთან შეიძლება ძალიან ზვირად დაგიჯდეთ.
კარგი, მივედით კანონების ბოლო და ალბათ ყველაზე დაუნდობელ ჯგუფამდე. ეს ის სტრატეგიებია, რომლებიც იმისთვისაა შექმნილი, რომ უკვე მოპოვებული ძალაუფლება არა უბრალოდ შეინარჩუნო, არამედ გაამყარო. მე-15 კანონის ლოგიკა მართლა სასტიკია, მაგრამ ამავდროულად ეს უმაღლესი დონის სტრატეგია. იდეა მარტივია. დასუსტებული მთერი დროთა განმავლობაში ისევ მოიკრებს ძალას და მას შურისძიების სურვილი ამოძრავებს. ამიტომ ის ბოლომდე უნდა გაანადგურო. და აქ ლაპარაკი არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებაზე. უნდა გაანადგურო მისი რეპუტაცია, მისი კავშირები, მისი მორალი. თვითონ იდეა იმისა, რომ ის ოდესმე შეიძლება ისევ საფრთხედ იქცეს, უნდა გაქრეს. და აი როგორც კი იფიქრებ, რომ თავის დასაცავად კედლები უნდა ააშენო, გრინი გეუღნება, პირიქით დაანგრიე. ერთი შეხედვით თითქოს წინა კანონს ეწინააღმდეგება, არა, მაგრამ სინამდვილეში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ციხესიმაგრე კი გიცავს, მაგრამ ამავდროულად გწყვეტ ინფორმაციას მოგავშირეებს რეალობას. ძალაუფლება ბუნკერში კი არა, ადამიანურ ქსელშია. ასე რომ ეს წინააღმდეგობა კი არ არის, ეს არის ძალაუფლების დინამიკური ბალანსი. ანუ შენ უნდა იყოს საკმარისად გახსნილი და ხალხში, რომ დროულად დაინახოს საფრთხეები და ამავდროულად საკმარისად დაუნდობელი, რომ ეს საფრთხეები ბოლომდე გაანეიტრალო. ერთი მეორის გარეშე უბრალოდ არ მუშაობს. კატასტროფაა. აი, წარმოიდგინეთ ცნობილი მხატვარი. თუ ის ყოველკვირა აწყობს გამოფენას, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება, რუტინა, მაგრამ თუ ამას 5 წელიწადში ერთხელ აკეთებს, ეს უკვე მოვლენაა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს სოციალურ ცხოვრებაშიც. როცა სულ ხელმისაწვდომი ხარ, შენი ფასი იკლებს, მაგრამ თუ სტრატეგიულად გაქრები დროდადრო, სხვები იწყებენ შენზე ლაპარაკს, ფიქრს და შენი დაბრუნება ბევრად უფრო ღირებული ხდება. და ბოლოს, დამოუკიდებლობის ძალა. როცა რაღაც კონფლიქტში არც ერთ მხარეს არ იკავებ, შენ უბრალოდ მოთამაშიდან თამაშის წამყვანად იქცევი. რატომ? იმიტომ რომ ორივე მხარე ცდილობს შენს გადმობირებას. ორივე სულ უფრო და უფრო მეც გთავაზობს და საბოლოოდ შენ ხდები სიტუაციის ბატონ პატრონი ისე რომ არანაირი ვალდებულება არ გიღია. კარგი, ეს იყო 10 საკმაოდ ძლიერი და მოდი პირდაპირ თქვათ, ცოტა არ იყოს არაკომფორტული კანონი. მოდით ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ და დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. მოკლედ, როგორც დავინახეთ, ძალაუფლების თამაში ფაქტობრივად სამთავარ ნაწილად იყოფა. პირველი, შენ აკონტროლებ იმას, თუ როგორ გხედავენ სხვები. მეორე, ტაქტიკურად მოქმედებ, რომ მიზნებს მიაღწიო და მესამე, ინარჩუნებ და ამყარებ შენს მოპოვებულ პოზიციას. აი, ეს არის ძალაუფლების სრული ციკლი. და ბოლოს რჩება მთავარი კითხვა: რა არის ეს კანონები? ბოროტების სახელმძღვანელოა? თუ უბრალოდ სამყაროს აღწერაა ისეთის, როგორიც ის სინამდვილეშია და არა ისეთის, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ეს ცოდნა გამანადგურებელია, თუ პირიქით აუცილებელი იარაღია ამ რთულ სამყაროში თავის გასატანად. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ თითოეულმა თქვენგანმა თავად უნდა იპოვოს.